არ არის დაყოფილი და არც ერთ დენომინაციას არ ეკუთვნის. ქრისტე არ არის დაყოფილი, საჯაროობა რელიგიური ჩაკეტილობის წინააღმდეგ. ეს გზავნილი არის მოწოდება დავუბრუნდეთ იესო ქრისტეს საჯარო, თავისუფალ და უპირობო მსახურებას, რომელიც არასოდეს მოქცეულა რელიგიური სისტემების ჩარჩოებში. თუ ჭეშმარიტება დახურულ ჯგუფებში იმალება, ვის ემსახურება ეს შიში? ვერთი, კრიტიკის შიში ჭეშმარიტების მტერი. დღეს ბევრი მორწმუნე ერიდება ღრმა სულიერი მსჯელობის საჯაროდ გამოტანას კრიტიკის, გაუგებრობის ან რელიგიური დევნის შიშის გამო. მაგრამ ეს შიში არ არის ქრისტეს გზა. ქრისტეს არ ეშინოდა. იესო არასდროს ერიდებოდა საჯარო დაპირისპირებას. ნუ გეშინიათ იმათი, ვინც სხეულს კლავს, სულს კი ვერ მოკლავს. მათ 1:0-2:8. ღვთის სიტყვა არ არის შებორკილი. მაშინაც კი როცა პავლე მოციქული ფიზიკურად იყო დატყვევებული, ის ამტკიცებდა, რომ სახარების ძალა არასოდეს დაშრება. დაიტანჯე, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. მე ბოროტმოქმედი ვარ შებორკილი, მაგრამ ღვთის სიტყვა არ არის შებორკილი. 2:2-3. 9. გაყოფა, ხორციელი ბუნების შედეგი, ქრისტეს სახელით შექმნილი დღევანდელი მრავალი დენომინაცია, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, მართლმადიდებლობა, ბაპტიზმი, მორმონები, იეღოველები და AIOS. ხშირად ქმნის ჩაკეტილ წრეებს ეე, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება სახარების ერთიანობასა და ხელმისაწვდომობას. პავლე მოციქულის მხილება. მოციქულმა მკაფიოდ გაკიცხა ეს დაყოფა კორინთოს ეკლესიაში, რადგან ეს ხორციელი ცხოვრების ნიშანი იყო. ვინაიდან ამბობს ერთი, მე პავლეს მივყვები მეთქი, მეორე კი, მე აპოლოს მეთქი, განახორციელნი არა ხართ. რა არის აპოლოსი? რა არის პავლე? მხოლოდ მსახურნი არიან, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ. 1:3-4. ქრისტე არ არის დაყოფილი. პავლე კითხულობდა, განა ქრისტე გაიყო? 1:1-3. ქრისტე არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს მხოლოდ ერთ ჯგუფს. 3. იესო ქრისტე თავისუფლება რელიგიური დაწესებულებებისგან. იესო არასოდეს ყოფილა რელიგიური სისტემის ნაწილი, რომელიც ხალხს გზას უღობავს. მხილება სინაგოგაში. ის შედიოდა რელიგიურ სივრცეებში, სინაგოგებში არა ტაშის დასაკრავად, არამედ სამხილებლად და ჭეშმარიტების დასანერგად. ცოდვილებთან ურთიერთობა. იესოს მაშინდელი რელიგიური ელიტა, ფარისევლები, აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ის დადიოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც დღევანდელი რელიგიური ჯგუფების გარეთ დგანან, მებაჟეები, ცოდვილები. მათ ეს რომ მოისმინეს უთხრა. ჯანმრთელებს კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფებს. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად სინანულად. მარკ 2:1-7. თავისუფალი მსახურება. იესო ქადაგებდა ღია ცის ქვეშ, მთაზე, ნავით, ჭასთან მისი ცხოვრება იყო სრულად საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი.